იდენტიფიცირებულია კაცი, რომელმაც გუშინ საღამოს საკრებულოსთან აქციის მონაწილეებს უკრაინის მხარდასაჭერი ბანერის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სლავა პუტინ დაიყვირა. პოლიციამ მის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო და 4 აქტივისტმა ჩვენება მისცა. პუტინის თაყვანისმცემელი კაცი ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენი ანდრო მახარაძეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით მახარაძე ფლობს შეპესე მახათას 50%-იან წილს, ასევე ფლობს შეპესე დაბელ ააშის, არის შეპესე ელიას 100%-იანი მესაკუთრე და შეპესე რივერსაიდის დირექტორი. მის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებიდან კი ირკვევა, რომ მახარაძე ქართული ოცნების მხარდამჭერია. მას გამოქვეყნებული აქვს საარჩევნო ბიულეტენებიც, სადაც 51 ნომერი არის შემოხაზული. გუშინ საღამოს საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ანდრო მახარაძემ ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერი ბანერის გამო მას მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი აქციის მონაწილეების გასაგონად დაიყვირა სლავა პუტინ. ფაქტს ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღშფოთება მოჰყვა. მოგვიანებით მახარაძე პოლიციამ ტერიტორიიდან გაარიდა. სამართალწარმოება სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაიწყო. შესაბამისი სამართალდარღვევა 500-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 20 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.